გავიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს, მე ნინო მეუნარგია ვარ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. თბილისში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რესტავრაცია, კონსერვაციის გეგმის მიხედვით ხორციელდება. თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსს გამარჯვებულები უკვე ჰყავს. რომელთა პროექტები გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებზე ახალი შენობა ნაგებობების განთავსებას ითვალისწინებს. საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით თბილისის მერიამ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია მოაწყო. გამოფენის და პრეზენტაციის სახით ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა პროექტები ეხილა და ორგანიზატორებს და ავტორებს შეხვედროდა. გუდიაშვილის მოედანზე 2 თანამედროვე არქიტექტურული პროექტი დაახლოებით 4 თვის ვადაში მომზადდება. სამუშაოს ყველა ეტაპზე მოეწყობა შეხვედრები სპეციალისტებთან, პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ და მაქსიმალურად მოხდება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. მაშ ასე, როგორი იქნება განახლებული გუდიაშვილის მოედანი და რა კრიტერიუმით შეარჩია ჟიურიმ გამარჯვებული პროექტები, ამაზე დღეს გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთში ვისაუბრებთ. დღეს ჩემი სტუმრები ბრძანდებიან გიორგი ბაიდარაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, ვახტანგ კასრელიშვილი, არქიტექტორი, კონკურსში გამარჯვებული აბუთფილელის ქუჩა 3-3 პროექტის ავტორი, კომპანია ატელი არქიტექტის წარმომადგენელი, დავით ავალიშვილი, კონკურსში გამარჯვებული გია აბესაძის 23-1 პროექტის ავტორი. გადაცემის მეორე ნაწილში კი შემოგთავაზებთ სატელეფონო ჩართვა ჟიურის წევრ არქიტექტორ ნატო ცინცაბაძესთან, რომელიც იკომოს საქართველოს ხელმძღვანელი და საერთაშორისო ექსპერტია. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონ გიორგი, მინდა საუბარი დავიწყოთ, მოდით მსმენელს ვუთხრათ, თუ როგორ მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რესტავრაციის პროცესი. პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გითხრათ ზოგადად თბილისის მერიის და ფონდის მიერ დაგეგმილი თუ უკვე მიმდინარე პროცესში ყოფილი პროექტების გაშუქებისთვის ჩვენ სამშობლოა საზოგადოების ჩართულობა და მათი ინფორმირება, იმიტომ რომ კარგის მეც არაფერს არ ვაკეთებთ. გუდიაშვილს რაც შეეხება დღეს სხვა გადაცემაში და სხვა დროსაც ბევრი მისაუბრია ამაზე. გუდიაშვილის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია განაშენიანება, რომელიც არის ისტორიული 18 საუკუნიდან, ასე ვთქვათ, მოყოლებული, შედგება, ასე ვთქვათ, დაახლოებით 70-მდე მისამართისგან. ამ 70 მისამართისგან 34-ზე წინა წელს თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელდა კონსერვაციის გეგმის მომზადების პროექტი, რომელსაც დააზუსტა იმ გადაწყვეტილების ერთობლიობა, რომლის გარეშეც ისტორიულ, ასე ვთქვათ, განაშენიანებას და ისტორიულ ძეგლებს, ასე ვთქვათ, არ უნდა შეეხო, იმიტომ რომ რამე, ასე ვთქვათ, არ დააზიანო. მას შემდეგ, ეს პროექტი მიმდინარეობდა 8 თვის განმავლობაში, თბილისის განვითარების ფონდმა იქიდან გამომდინარე რის გაკეთება შეიძლებოდა პარალელურად, დროებით გაამაგრა შენობები, ასე ვთქვათ, რკინის კონსტრუქციებით, იმისთვის რომ მუშა პროცესში ამ შენობების კარგვა არ მოხდეს, იმიტომ რომ ქონდა ეს პრეცედენტი, რომ დაინგრა შენობები, ერთ მისამართს წაი რომელსაც ახლა უნდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. გარდა მაგისა ჩვენ დავაპროექტეთ მიწისქვეშა საკომუნიკაციო საინჟინრო ქსელების, ასე ვთქვათ, რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გულისხმობს წყლის მოცილებას. ასევე დავიწყეთ ეს სამუშაოები, იმიტომ რომ ყავს გამარჯვებული მაგაში. ასევე დავიწყეთ წლისასწრისთან 14, ასე ვთქვათ, 11 მისამართზე უკაცრავად პროექტირება. პროცესო 14 მისამართზე პროექტირება, აქედან 2 ახალია, სრულიად ახალი შენობები, იმიტომ რომ ნაკვეთებია. ხოლო 11 შენობა არის არსებული, რომელიც არც მოცულობა იზრდება, არც იერსახე ისტორიული. ამ დიდი ნებათარალო არ არის, როგორი იქნება გუდიაშვილი, იქნება უბრალოდ ისეთი, როგორც იყო აქამდე, ოღონდ განახლებული, რესტავრირებული სახით კონსერვაციის გეგმის მიხედვით. 2 ახალი პროექტი, რომელიც გადაწყდა ასევე იკომოსთან და ბევრ სპეციალისტთან, ასე ვთქვათ, კონსულტაციის შედეგად, ანუ იმიტომ გადაწყდა 2 სრულიად ახალი შენობის ადაპტირებული და ასე ვთქვათ, გარემოში სატყვის შენობის, ასე ვთქვათ, დაპროექტება იქ, რომ ძალიან ხელოვნური და არასწორი იქნებოდა ძველი შენობის აღდგენა, რომელიც იქ ერთ შემთხვევაში თვითონ დაინგრა და მეორე შემთხვევაში წინა ხელისუფლების დროს ძალიან არ მიყვანს პოლიტიზირება ამ თემის, იქ გასაგები განადგურდა, ასე ვთქვათ, აღარ არსებობს. ამიტომ ეს არის მოკლედ. რაც შეეხება პროექტირების პროცესს, ჩვენ ასევე იკომოსი ახორციელებს იმ პროექტირებასაც იმ ძველ სახლებზე და ძალიან კაია რომ კონსერვაციის გეგმის ავტორი თვითონ აკეთებს კონსერვაციის გეგმის მიხედვით ამ პროექტებს. მივიღეთ თითქმის ეს პროექტები სრულად, თვის ბოლოს ყველა პროექტს მივიღებთ, რაც შეეხება ამ ორ ახალ პროექტს, ქვედაც ბრძანეთ ის პრეზენტაცია იყო უბრალოდ
გამარჯვებული პროექტანტების დაჯილდოება და ახლობით 4 თვეში სირთულის მიხედვით დაპროექტდება ეს ორი ახალი პროექტის და შემდგომში უკვე მზად ვიქნებით რომ დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. კარგით, მოსახლეობას აინტერესებს თუ როგორ მოხერხდება ისტორიული ღირებულებების შენარჩუნება. მე რაც მოუყევი ეს პროცესი ფაქტიურად იმიტომ არის ასეთი თანმიმდევრული და ასეთი მიდგომით ასე ვთქვათ განხორციელებული აქამდე და მომავალში იმიტომ გაკეთდება ასე რომ ისტორიული იერსახე შენარჩუნდეს და ეს კულტურული მემკვიდრეობა არ დაიკარგოს იქ თორე ჩვენ რო ეს არ გდომებოდა რომ შეგვენარჩუნებინა და პატივი გვეცა ასე ვთქვათ ამ ძალიან ძველი და ჩემთვის ძალიან ღირებული ასე ვთქვათ უბნისთვის პირადად ეს არ მოხდებოდა მაგალითად არავინ არ გააკეთებდა კონსერვაციის გეგმას იყო წინასაარჩევნო დაპირება რომ კონსერვაციის გეგმის კაიაში გუდიაში არ შეეხებოდა და არავინ არ შეეხო მთელი 8 თვე მიმდინარეობდა ეს პროექტი და 200,000 ლარის ღირებულების იყო ანუ ეს არ არის ჩვეულებრივი და ეს არის ესე ვთქვათ პიარული სვლა ეს არის კონკრეტული მიზნისკენ ანუ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები საკმაოდ ეს ვთქვათ კარგად კაი ღირებულების მქონე იმისთვის რომ ვთქვათ ჩარჩოები გქონდეს რისიკითაც არ მოგავიდეთ და ყველა იმას რა ქვია პროექტს თითქმის ან ნახეთ კონსერვაციის გეგმა გააკეთა იკომოსმა თითოეულ პროექტს კონსერვაციის მიხედვით რესტავრაციის პროექტს აკეთებს იკომოსი გამაგრების პროექტები გააკეთა იკომოსმა ანუ იკომოს მიღიდებულ იკომოსზე ესე ვთქვათ პროფესიული შემსრულებელი პროფესიონალური შემსრულებელი საქართველოს ბევრი არ არის ანუ კულტურულ ძეგლებზე მუშაობის თვალსაჩინო და სხვა მხრივ ჩვენ ახლა ფონდიც მაგალითად ამ პროცესს არ უდგება თქვა ერთპიროვნული და ჩემი ან რომელიღაც ჩვენი თანამშრომლის სუბიექტური გადაწყვეტილების მიხედვით ანუ ყველაფერი ხორციელდება სპეციალისტების და ვთქვათ არქიტექტორების და ხელოვნებაცოდნეების აქტიური ჩართულობით და გასაგებია. კარგით, ისე კონკურსის თემას მინდა დავუბრუნდე, ვის შეეძლო მონაწილეობა მიეღო კონკურსში და რამდენად მაღალი იყო ინტერესი და შემდეგ უკვე ბატონო ახალგაზრდებს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით და შემდეგ უფრო დეტალები ავტორებთან პროსტორია. კონკურსი იყო ღია, კონკურსი იყო საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ხასიათის. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას. ოფიციალურად, ანუ შესყიდვების გვერდის საშუალებით ჩვენ 11 მონაწილე გვყავდა, 11-დან შეიჭრა სწორედ ეს გამარჯვებულები. თვითონ კონკურსი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დაახლოებით 3 თვის. თუ არ ვცდები, კონკურსში კონკურსანტები, ასე ვთქვათ, გამარჯვებულები შეარჩია არა ფონდმა, ერთპიროვნულად, არამედ საკმაოდ კომპეტენტურმა ჟიურიმ. ანუ საკონკურსო კომისიამ, რომელშიც შედიოდა მაგალითად იგივე იკომოს წარმოადგენელი ნატო ცინცაბაძე, ძალიან კვალიფიციური რომელიც ჩვენ გააცემს მეორე ნაწილს ჩაგვერთვება, დიახ, და თვითონაც იტყვის კონკურსის შესახებ. გია აბულაძე, ნინო ჩაჩხიანი, რომელიც არის ძალიან ცნობილი და კარგი არქიტექტორი, უცხოეთში მოვაწე ქართველი და მე კიდევ აღარ ჩამოთვალო. მოკლედ საკმაოდ კომპეტენტური ჟიური მიიღო ეს გადაწყვეტილება და შეარჩია და საკმაოდ ბევრი ძალიან რთული პრინციპის დაცვით და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, უმცირესობას თუ აქვს ასე ვთქვათ ამ პროექტების შესახებ გარკვეული კითხვები, ეს კითხვები ალბათ დროთა განმავლობაში ინფორმაციის მიწოდების შედეგად ასე ვთქვათ ჩაქრება და გაგით ბატონ ვახტანგ ბატონ დავით თქვენ ბრძანდებით კონკურსში გამარჯვებული არქიტექტორები და მინდა ამ პროექტზე ისაუბროთ და მე კონკრეტულად უკვე რომელ ქუჩებზე მოგიწევთ მუშაობა. ესმენთ. მოგესალმებით. პირველ რიგში ვიტყვი რომ ეს ძალიან კარგად იყო ჩამოყალიბებული თვითონ კონკურსის პირობები, რადგან კონკურსის პირობასთან ერთად და იკომოსის მიერ შედგენილი დაახლოებით 50 გვერდიანი სახელმძღვანელო თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ძველ ქალაქში ჩამოყალიბებულ უკვე ჩამოყალიბებულ ისტორიულ კონტექსტში, თქვა შემავსებელი დიზაინი, ინფილ დიზაინი, ასე ქვია, როგორ უნდა ავაშენოთ, რა უნდა დავიცვათ საჭირო სიმაღლის დაცვა მასშტაბი, ქუჩის ქსელი, შიდა ეზო სტრუქტურა, ანუ და რასთავარია იყო მოთხოვნა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ძველი სკოპირება, ან ძველი იმიტაცია, ბუტაფორია შენობა არ უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო თანამედროვე ახალი მიდგომით, მაგრამ ისე რომ ყოფილიყო ფონური და გვერდზე შენობები. ანუ სინთეზი უნდა. რა თქმა უნდა, გვერდზე შენობები არ უნდა დაეჭრდილა, არ უნდა ყოფილიყო ამოვარდნილი მასიური პლანკი და ასე შემდეგ და ეს ძალიან კარგი საწყისი პირობა იყო ამ კონკურსების, რომ შემდეგიც შესაბამისად მე მგონი კარგი მოვიტანა. მე ჩვენს საავტორო ჯგუფი ვიყავით, სამი არქიტექტორი. ეს იყო აბესაძის კუთხეში, მოთხოვნა იყო რომ გაკეთებული იყო თანამედროვე შენობა, სადაც იქნებოდა ოფისები, საგამოფენო გალერეა განთავსებული. გამოვიდა სამსართულიანი შენობა, რომელიც არის პირველ სართულზე საგამოფენო გალერეა, თავის პატარა კაფე ტერასით და შემდეგ და ზედა ორი სართული დაეცვა ოფისებს და შემდეგ ტერასა აქვს დიდი, რომელიც
ბანის ტიპის ტერასა, რომელიც ეს პრეზენტაციებისთვის გამოსადეგია. დიახ, ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მენელს. თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი გამარჯვებული. ვახტანგ გასწელიშვილი, არქიტექტორი, ბრძანდები ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ავტორი, რატი ჩომახიძესთან ერთად. ჩვენი საპროექტო ტერიტორია მდებარეობს აბულაძის ქუჩასა და აბოთველების ქუჩასა და გუდიაშვილის მოედანს შორის. გავაგრძელებთ დათოს დაწყებულ თემას, იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ პრეცედენტი იმისა, რომ ჩატარდა კონკურსი და არ იყო პირდაპირ შეკვეთა რომელიმე საპროექტოსთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ჟიურიში არ იყო მხოლოდ ფონდის წარმომადგენელი, არამედ იღებდნენ სხვადასხვა პროფესიული წარმომადგენლები, იგივე ხელოვნებაცოდნეები, არქიტექტორები, ფონდის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა. და ამის შედეგად შეირჩა გამარჯვებული ჩვენი პროექტი. თვითონ პროექტი რაც წარმოადგენს კონცეპტუალურად, ანუ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს გასაზრდოს, ანუ რა არის მოცემული. აი, როგორც დათომ აღნიშნა უკვე, მოცემულობაში ძალიან ზუსტად იყო გაწერილი, ანუ ჩვენ შემთხვევაში გუდიაშვილის მოედნის მხრიდან იქ არსებობდა ძეგლი, რომელიც დღეს არ არსებობს. იყო პირად მოთხოვნა, რომ აღდგენილიყო ეს ძეგლი პირველადი სახით, რომელიც ჩვენ ასევე დავტოვეთ. დიახ. და ის აღდგება, ანუ პროექტში იქნება პირველადი სახით წარმოდგენილი. რაც შეეხება შიდა ფუნქციურ დატვირთვას, ამ ეზოსი, ანუ თავარი ღირებულება რაც იყო ამ ტერიტორიაზე, ეს იყო შიდა ეზო, რომელიც ზოგადად სახასიათოა ამ უბნისთვის და ძველი თბილისისთვის, დავტოვეთ ეს შიდა ეზო და არ გავაკეთეთ ის პრივატული. ანუ არ ჩავკეთეთ, ვინაიდან თემა იყო სასტუმრო, შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეხსნა კავშირი ესე იგი ურიაშვილის მოედანსა და აბოთვილის ქუჩას შორის. ანუ შიდა ეზოს დაემატა კიდე საფეხმავლო ქუჩის ფუნქცია, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ კიდევ უფრო აქტიურს გახდის თვითონ მოედანსაც და შეუწყობს ანუ ამ სივრცეში მოხდეს არა მხოლოდ სასტუმროში ჩამოსული დამსვენებელი და სასტუმრო პერსონალი, არამედ ჩვენი გამლები ფეხით მოსიარულე, რომელიც დამსვენებელი ადგილობრივი ტურისტია. და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, აი რა გაითვალისწინეთ პროექტზე მუშაობის პროცესში. ყველაზე რთული აქცენტი იყო ეს მასშტაბის დაჭერა იყო მთავარი, რომ არ გაქცეოდა და ძალიან რთული ახლა გვერდზე ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტები დგას და შენ რაღაც ჩაეწერო ამ იმაში. მთავარი მასშტაბი იყო, ნუ სიმაღლე რა თქმა უნდა დაფიქსირდა და მასშტაბის პოვნა იყო რთული და ნუ ჩვენ გვერდზე გუდიაშვილის 2 ნომერი ძალიან ცნობილი შენობაა, ეს აირონებიანი შენობა, ახლა რომელიც ნახევრად დაშლილია დროებით. და ნუ აი ამის მასშტაბიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელებ და შემდეგ იცით რა სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ანუ საზოგადოების ნაწილი დავუშვათ კრიტიკული თვალით უყურებს თანამედროვეს და ძველი სინთეზს, ხო? და აი თქვენ რა სიტყვით, აი როგორია თქვენი მოსაზრება? ნუ ნაწილი პირიქით ნაწილს მოწონს ეს და გაითვალისწინეთ თუ არა დავუშვათ ეგ მოსახლეობის ინტერესი, საზოგადოების აზრი, თუ გაქვთ რაღაც თქვენი მტკიცებულება, რომ ანუ თანამედროვეს და ძველი სინთეზი იქნება გამართლებული და რამდენად საინტერესო იქნება თუნდაც ტურიზმის კუთხით ეს. კი ბატონო, გიპასუხებ და პირველ რიგში ჩვენ დავეყდეთ ისევ ამ ვიკომოსის რეკომენდაციებს, სადაც წერია, რომ თუ შეუძლებელია, რომ აღდგეს ეს შენობა ავთენტური სახით, ავთენტური მასალებით, როგორიც იყო მანამდე, ჯობია აქ გაკეთდეს არა ძველის კალკირება, თუ რაც ქვია კოპირება, არამედ თანამედროვე მიდგომით და არა რაღაც რკინაბეტონის კარკასი და გარედან მერზე ბუტაფორიასავით შევკიდოთ ეს თაბაშირის რაღაც ტიტანები და ეს დეტალები და ამიტომ ეს გაყალბებაა და ყალბი ისტორია გამოდის, ვითომ ძველია, მე-18 საუკუნის შეხედა გონი რაღაც კლასიციზმი და თუმცა ის ძველი რჩება. ძველი რასაკვირველი რჩება. გუდიაშვილის მოედნის მხრიდან ფაქტობრივად ახალ შენობას, რომელიც იქნება დაპროექტებული, იქნება ძველი შენობა წინიდან. ახალი ფასადი გუდიაშვილის მოედანზე არ გამოდის. არ გამოდის. ანუ აბოთვილის ქუჩიდან ფასადი რომელიც გამოდის, მაქსიმალურად გავხსენით, რათა იქ ქუჩის ვიტრო ქუჩაა, ეს საზოგადოებრივი სივრცე, რომ მოხდეს, იქიდან ადამიანი შევიდეს ამ სივრცეში, გამოვიდეს ამ ტერიტორიაზე. გარდა მაგისა, ანუ გათვალისწინებულია მაქსიმალურად ჩვენი შენობა არ ცდება არსებული შენობების სიმაღლეებს. გარდა მაგისა, ანუ ის მოცულობა რაც ადრე არსებობდა შიგნიდან, რომელიც წარმოადგენდა საცხოვრებელ სახლს, დაყრდნობილი იყო, ჩამოკიდული იყო ორ შენობაზე, სამეზობლო შენობაზე. ანუ კონსტრუქციულად, არქიტექტურულად არ შეიძლება იმის აღდგენა, დღეს ახალი შენობა ჩამოკიდოთ მეზობელ შენობაზე. ისედაც ძალიან ცუდ გეოლოგია და თვითონ მდგომარეობა ამ საძირკვლების არსებული შენობები. შესაბამისად, ანუ გვჭირდება ახალი კონსტრუქციულად, არქიტექტურულად მოსულობა. ანუ და ძველის გამეორება,
თუ არ გამოდის ამ ვთქვით ხო ანუ ფუნქციას და ასეთ კარგავს ამ შემთხვევაში YouTube-ს მაშინ თუ არ დგება დაუშვათ ის ფუნქცია თუ იყო სასხურებელი და კეთებექ სასტუმრო ანუ მაშინ მიზანი საერთოდ კარგია ის YouTube-ს ის შიდა ტერიტორიის არქიტექტურა არ წარმოადგენდა ძეგლს გასაგებია ფაქტიურად ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი, ხომ? და აი მოთხოვნა როგორია დაუშვათ, როდესაც ტურისტები ჩამოდიან, ხო თქვენ არქიტექტორები ბრძანდებით და ამის უკვე გამოცდილება გაქვთ. ანუ რა ინტერესებთ მათ უფრო ის ძველი იერსახე, ახალი თუ რამდენად მისაღები იქნება და საინტერესო მათთვის ეს სინთეზი. თქვენ ეს ალბათ ყველაფერი გაითვალისწინეთ, ხო პროექტზე მუშაობისას. მაგრამ რო აკვირდებიან თვითონ ეს დადიან ტურისტები მათ თავარია რომ იყოს ბუნებრივი და არ იყოს ყალბი, იმიტომ რომ შეხედავ გარედან და გვერდზე შეხედავ და იქ უკვე ეთყობა რომ ეს უკან ბეტონის კარკასია და გარედან ამიდგმული ეს რაღაც ვითომ ძველი ორნამენტი უკვე ეთყობა რომ ყალბია და არ არის ესეთი ანუ რაც არის ის უნდა იყოს ნამდვილი, ხო? ეს მნიშვნელოვანია მხოლოდ ტურისტების ადგილობრივის, მარტო ტურისტები ყველა ის ქუჩაზე ამის კარგი და ზოგადად როგორი არქიტექტურული ხედვა გაქვთ, როცა საუბარია ქალაქის ისეთ ისტორიულ ნაწილზე, როგორც გუდიაშვილის მოედანი, აი ზოგად ჭრილში რო ვისაუბროთ. გუდიაშვილის მოედანია, თავიდან რომ დავიწყეთ ამაზე ფიქრი, ცოტა შემეშინდა კიდევაც ესეთი ისტორია, მე კიდე გავეცანითო. ხო, ცოტა არ მიდგომა ყოველთვის ისეთი გვაქვს, როგორც და რამ ხო და ადგილს აქვს მნიშვნელობა, თავი ადგილიდან გამოვდივართ, ხო და არა ჩვენი რაღაც კაპრიზებიდან და რაღაც ეგოცენტრისტული ნუ ასე რაღაცა გარკვეული სტანდარტი ალბათ, რასაც იცავთ, ხო, მithumetes თქვენ ახალგაზრდები ბრძანდებით, ალბათ ახალგაზრდული ხედვაც გაქვთ და ეს ყველაფრის სინთეზი დამიცვამობდა. თავი მასშტაბის დაცვა, რითმის დაცვა, ქუჩის კონტურის და ეს არ უნდა ყოფილიყო ამოვარდნილი და არ უნდა იყო ამ შენობას პირველ რიგში და მე დავამატებ გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმა საზღვრავს ზუსტად იმ ჩარჩოებს და იმ მიმართულების, ანუ რა მიმართულების გადაწყვეტილებების და რა საყრდენი ასე ვთქვათ ამოსავლების დაცვა უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ ამ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოედნის რესტავრაცია რეაბილიტაციის პროცესში. თვითონ ცოტა უფრო ერთი დონით რო ზევით ამოვიწიოთ გუდიაშვილის მოედანი დიდ ტურისტულ მარშრუტში ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთი არის, ის აკავშირებს ასე ვთქვათ დადიანის ქუჩის გავლით იერუსალიმის და პურის მოედნების ასე ვთქვათ გავლით რუსთაველის რეაბილიტირებულ ზონას, რუსთაველის თავისუფლების ტერიტორიის ვთქვათ მიმდებარე ქუჩებს აკავშირებს ჩვენთვის ყოველთვის ნობილი და ტურისტებს ძალიან პოპულარული ყალის ჩარდენის და ამ მიდამოებს, ანუ ჩვენი ამოცანა რეალურად არის დიდ ტურისტულ მარშრუტში ეს ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი ზუსტად ისე გავაკეთოთ, როგორც ყველა საინტერესო იქნება ტურისტების ადგილობრივებს. კარგი, ჩვენ ამ თემაზე საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ, ასე რომ დაგვეფრთხილდით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. მეკლავ მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს, მე ნინო მეუნარგია ვარ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. როგორი იქნება განახლებული გუდიაშვილის მოედანი და რა კრიტერიუმით შეარჩია ჟიურიმ გამარჯვებული პროექტები? ამაზე ვსაუბრობთ გადაცემის სტუმრებთან ერთად. შეგახსენებთ, დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები ბრძანდებიან გიორგი ბაიდარაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, ვახტანგ კასრელიშვილი, არქიტექტორი, კონკურსში გამარჯვებული აბუთბილელის ქუჩა 3 დრო 8 და 3 პროექტის ავტორი, კომპანია ატელია არქიტექტის წარმომადგენელი, დავით ავალიშვილი, კონკურსში გამარჯვებული, გია აბესაძის 21 დრობერთი პროექტის ავტორი და სატელეფონო ხაზზეა ნატო ცინცაბაძე, იაკომის საქართველოს ხელმძღვანელი და საერთაშორისო ექსპერტი, ჟიურის წევრი. გამარჯობათ ქალბატონ ნატო, დიდი მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა. საუბარს საერთაშორისო კონკურსის თემით დავიწყებ. რამდენად კმაყოფილი ხართ კონკურსანტების პროექტები და რა კრიტერიუმით შეარჩიეთ გამარჯვებულები? მადლობა, რომ დამითმეთ ეთერი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ თავისთავად ფაქტი კონკურსის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ თემაზე მიდის დებატები, რომ მნიშვნელოვან ადგილებში არ შეიძლება კონკურსის გარეშე გადაწყვეტილების მიღება. ალბათ თქვენ უკვე გადაცემაში გარკვევით თქვით ის, რომ ლაპარაკია გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალის მხოლოდ ორ ობიექტზე. დიახ. ხო?
აქედან გამომდინარე კონკურსანტებს უნდა გაეთვალისწინებინათ წინასწარ დამუშავებული კრიტერიუმები და ყველაფერს რომ არ გავყვენ ამ კრიტერიუმებიდან უმნიშვნელოვანესი იყო ისტორიულ გარემოსთან თავსებადობა მოგზალებულობა და კაფიოთ თანამედროვე ხასიათი რომ არ ყოფილიყო ასე ვთქვათ ალუზიები რაღაცა განსაკუთრებით ფორმალური თბილისურ საცხოვრისთან ყოფილიყო გავლენა, გადამუშავება ამ თემის, მაგრამ აუცილებლად თანამედროვე ენით. კარგი იყო ის და სასიამოვნო იყო იმის ნახვა, რომ კონკურსანტების აბსოლუტური უმრავლესობა 90% ვიტყოდი გარემოს მიმართ ამჟღავნებდა პატივისცემას არც ცდილობდა შეიჭამა ასე ვთქვათ გვერდით მდგომი და საერთოდ გარემოცვა ისტორიული გარემოცვა ეს უკვე ძალიან დიდი პლუსი იყო და დაგვანახა რომ თუ კონკურსის პირობები იქნება ადეკვატური არქიტექტორები ძალიან ნორმალურად ღებულობენ ამას და რაც ძალიან სასიამოვნო იყო გამოვლინდა გამორჩეული თვითმყოფადობის თანამედროვე არქიტექტურა, რაც მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მართალ რო გითხრათ აბესაძის 23-1 შემთხვევაში ასე ერთმნიშვნელოვნად ახალი არქიტექტურის რეკომენდაცია არ ყოფილა. ნათქვამი იყო, რომ სასურველია და უკეთესი იქნება თუ კარგი ნაგებობა აშენდება თანამედროვე, მაგრამ თუ ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს კონკურსის შედეგად, ლეგიტიმურია რეკონსტრუქცია. აი, იმდენად ასე ვთქვათ, გრძნობიარია ეგ ადგილი, რომ ეს ორი ალტერნატივა არსებობდა და მე ნამდვილად გვაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტებიდან შეირჩა, ასე ვთქვათ, ნიჭიერი გადაწყვეტები. რომელიც აკმაყოფილებდა პლუს ყველა მოთხოვნილებას. იმასაც ვიტყვი, რომ ერთმნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, იდეალური განწყობა არ ქონდა გარკვეული შენიშვნები, მაგრამ მოცემოდა, რომ ეს იყო საკმაოდ სწრაფად გაკეთებული იდეის დონეზე და იმედი მაქვს, რომ იმ შენიშვნებს, რაც ჯურის ქონდა კიდევ დახვეწავენ, დარწმუნებული ვარ ამ შემოქმედებით პოტენციალს ადამიანებს შეუძლიათ და უკეთეს ასე ვთქვათ, მუშაობას გააკეთებენ საბოლოოდ. ქალბატონო, როგორ წარმოგიდგენიათ ისტორიულ გარემოში ადაპტირებული თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები? თქვენი ხედვა საინტერესო. იცით რა შესაქმე ეს ჩემი აზრი რო არ მოგახრიოთ თავს, ანუ უბრალოდ რო გითხრათ, მინდა თუ არ მინდა, მე გარკვეულ ასე ვთქვათ, პრინციპებზე ვარ გაზრდილი. ძეგლთა დაცვაში ეს არის ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრინციპები. ჩვენ, როდესაც ურბანულ გარემოს ვიცავთ თვითონ ნაგებობებს, მაგრამ გვესმის ძალიან კარგად, რომ ყველაფრის შენარჩუნება შეუძლებელია, მაგრამ რაც აუცილებელია, რომ შენარჩუნდეს, ეს არის ქუჩათა ქსელი, მათი კონტურები. შესაბამისად, სხვა რო არაფერი, ახალი ნაგებობა აუცილებლად უნდა ანაცვლებდეს არსებულს, როგორც წესი, იქ სადაც არ ყოფილა ნაგებობა არ შენდება ისტორიულ გარემოში. მეორე იგი უნდა იმეორებდეს ეგრეთ წოდებულ მიწის ნაკვეთის ხასიათს. პრინციპს არ არის აუცილებელი რომ ასე ვთქვათ ზუსტად მიყოლოს, მაგრამ პრინციპს, გეგმარებით პრინციპს უნდა იმეორებდეს. მასშტაბში უნდა ექვემდებარებოდეს არსებულ გარემოს და რაც მთავარია და რაც ყველაზე რთულია, როგორც ეს და ვამბობთ, რომ ადვილია სათქმელად, მაგრამ აბა გააკეთე, იყოს აბსოლუტურად თანამედროვე ფორმით, მაგრამ ტრადიციის გადამუშავებით. კარგით. ეს ცოტა შეიძლება შეუსრულებად ამოცანად ისმოდეს, მაგრამ ხანდახან ხდება ასეთი კაცი. თუმცა მე მგონი შეუსრულებადი არაფერი არ არის. დიდი მადლობა. სატელეფონო ხაზზე იყო ჟიურის წევრი არქიტექტორი ნატო ცინცაბაძე, იკომოს საქართველოს ხელმძღვანელი და საერთაშორისო ექსპერტი. ბატონო გიორგი, თქვენ ახსენეთ, რომ თანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობებს კულტურული და საზოგადოებრივი ფუნქციური დატვირთვა ექნება, რამდენად შეუწყობს ხელს ეს ისტორიული უბნის განვითარებას და ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას, ეს მე მგონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ვცდილობთ
ვიმეორებდი რომ გამეკეთებინა განმარტება დიტურთულ მარშრუტთან დაკავშირებით ადრე ჩვენ ამაზე გვისაუბრია თქვენს გადაცემაში გუდიაშვილის მოედანი ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით არა მხოლოდ მცხოვრებლებისთვის არამედ ქართველებისთვისაც ფიქრობთ რომ რადგან ჩვენ ასეთი რთული მიდგომით წავედით კომპლექსური მიდგომით წავედით ძალიან მალე გუდიაშვილის მოედანი როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი ჩაჯდება ასე ვთქვათ ამ დიტურთულ მარშრუტში ამისთვის ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვთქვათ თავს არ დავზოგავთ და ნებისმიერ ბარიერს ხა იქ ბარიერებია ხო კომუნიკაციები სახლების ყველაფერი რთულია მაგრამ არ შევეკვებით და ვეცდებით რომ მალე ჩავსვათ ასე ვთქვათ გუდიაშვილი უკვე აღდგენილ რეაბილიტირებულ ზონებში სხვა მხრივ რა შეიძლება რომ ითქვას გუდიაშვილზე რა ვიცი ეხლაც ტურისტულად დატვირთულია ვთქვათ ერთ ნახევარ საათის განმავლობაში რომ დადგეთ ორ ტურისტს ნახავთ ვთქვათ რუკითხელში იმ დღესაც ვნახე და ის მნიშვნელოვანი ფაქტორები დაასახელეთ რომ ეს ყველაფერი გარემოდან არ იყოს ამოვარდნილი. რა არის გასათვალისწინებელი? მან თავისებური განმარტება გააკეთა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ვთქვათ ეს ორი ახალი შენობა, რომელთაგან ერთ-ერთი ისტორიული ერსახის ვთქვათ ახალი შენობა ჩაუდგება. არ ყოფილიყო არსებულ ძეგლებზე მაღალი, არ ყოფილიყო ვთქვათ გაცელილი წითელ ხაზებს და არ დაემახინჯებინა განაშენიანების სტრუქტურა, არ ყოფილიყო მოცულობაში გაჭედილი. იყო ასე ვთქვათ პროექტები, რომლებიც მოცულობაში გაცილებით მეტი იყო და ჩვენ ვეცადეთ რომ ასე ვთქვათ მათგან ამოგვერჩია ისეთი რომელიც ვთქვათ იმ ჰაეროვნებას და სიმსუბუქეს არ დაარღვევდა როგორც დღეს გუდიაშვილს ახასიათებს. ეს იყო ძირითადად ჩემთვის საყურადღებო საკითხები მე არ ვარ ასე ვთქვათ დარგის პროფესიონალი, მე ძირითადად სწორად პროცესების სწორად ორგანიზებაზე ვაკეთებ ხოლმე აქცენტს, რომ სათანადო სპეციალისტები და ხელოვნებაცოდნეები, კონსტრუქტორები, არქიტექტორები და ასე შემდეგ ჩაერთონ ასე ვთქვათ ამ პროცესში, ეკონომისტები, მარკეტოლოგები და ასე შემდეგ. ბატონ გიორგი, ბატონ ვახტანგ, აი მუშაობის პროცესში რა იყო ის ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, იმიტომ რომ ეს არც თუ ისე ესეთი იული პროექტია, ხო? და სერიოზული კონკურსი იყო. კი ბატონო. კიდევ გადავიღებ კონტექსტი ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ის სამეზობლო შენობების არსებული მდგომარეობა, რომელიც ესაზღვრება ჩვენს საპროექტო ტერიტორიას. ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, იქ არის ფანჯრები, ღიობები, რომელიც კანონიერად და უკანონოდ გადმოდის ამ ტერიტორიაზე. და მაქსიმალურად გავითვალისწინეთ სამეზობლო პირობებიდან მარცხენა მხარეს აბოტბილის ქუჩიდან არის შიდა ეზო, რომელიც უყურებს ჩვენ ტერიტორიას ასევე, რათა მომხდარიყო იგნორირება ამ ეზოს და ფანჯრების. მიუხედავად იმისა, კიდე გამომივიურებ, რომ ყველა იქიდან არ არის კანონიერი. შენობა სრულყოფილად არ წარმოადგენს 4 სართულს, არამედ იმ ადგილას, სადაც უჭირს. რომ შუქი შევიდეს ამ სამეზობლო ფანჯრებში, შენობა დაწეულია. მიყვება და შესაბამისად ბუნებრივად გამოვიდა და მიიღო შენობამ ისეთი ფორმა, რომელიც დღეს აქვს. გასაგებია და რაც შეეხება ვადებს ვადები როგორ არის რომ სრული ეს იყო კონკურსი ეს არის ესკიზი შეიძლება წინასწარი ესკიზის დავარქოთ კონცეფცია უბრალოდ და ვადები უკვე 20 აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულდეს ჟიურის წევრების შენიშვნების გათვალისწინებით კიდევ იქ სხვა უკვე მომიჯნავეებს ჩაერთვებიან კონსტრუქტორი გეოლოგიას შემდეგ იქ რაღაც ცვლილებებსაც გამოიწვევს ბუნებრივია 20 აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულდეს სრული სამშენებლო დოკუმენტაცია ჩვენი მხრიდან. ამისთვის უკვე დაწყებულია კვლევა, ტოპოს გადაღება და ასე შემდეგ. უნდა გაკეთდეს მაკეტი, რა თქმა უნდა, მოცულობების კიდევ მასალების გადანახვა მოსინჯვა ადგილზე ცვლილებები და ეს. საკმაოდ ინტერაქტიული პროცესი იქნება, კონსტრუქციის გეგმის მოთხოვნებს გაითვალისწინებენ, ჩვენ ჩართული ვიქნებით, გარდა ამისა ჩვენი ეთილის სურვილები რეალურად ვინც არიან ძალიან ბევრი ასე ვთქვათ სპეციალისტი, ასე ვთქვათ გულშემატკივრობს ამ პროცესს და ფაქტია და შემთხვევაში ფონდში ბევრი საზრს ვითვალისწინებთ ამ კუთხით რა. ფაქტია ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და მე მაინტერესებს ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა როგორია. ის როგორ არის და რაღაცა სხვადასხვა აზრები მოსირებს, ხო? პროტესტიდან მოყოლებული აქ სიტუაცია იყო შეჩერებული კაიხნის განმავლობაში და მოსახლეობის განწყობა, ანუ როგორც კი ჩვენ რაღაცა გარკვეული აქტივობა დავიწყეთ, იყო ძალიან პოზიტიური, დღემდე არის პოზიტიური. მოსახლეობასთან არანაირი კონფლიქტი და შეუთანხმებელი საკითხი არ გქონია. საათვართ დოკუმენტურადაც სიუძულოდ დაფიქსირებული გვაქვს, ასე ვთქვათ, ჩვენი ინტერესები და მათ თავისი და ასე ვთქვათ, არავის პარტების ნაწილი არის გამოსყიდული, არის ფონდის საკუთრება, ნაწილ პარტებში არის მოსახლეობა. მიდგომა 14 სარეაბილიტაციო ობიექტის შერჩევის იყო ესეთი, რომ
კონსერვაციის გეგმა კი 34 მისამართზე გაკეთებული, მაგრამ ქალაქის ბიუჯეტის შესაძლებლობები, შესაბამისად ფონდის ბიუჯეტის შესაძლებლობები არის ფიქსირებული წლების მიხედვით, ხო? ზოგჯერ ბიუჯეტი გვაქვს სხვადასხვანაირი, ზოგჯერ უხლების მიხედვით ეს თქვა განსხვავებული, ამიტომ მივიდექით ესე რომ პირველ რიგში კეთდება მოედნის გარშემო საზღვრელი ის თქვა მისამართები, ასევე ის მისამართები, რომლებიც რეაბილიტაციის ადგენის და გამაგრების გარეშე ვერ გაკეთდება ეს შენობები, ანუ იქ ზოგი არის მოსახლეობა, ზოგი არის ფონდი, ზოგი არის შერეული საკუთრება. აი მაგ კუთხითაც ყველანაირი მოთხოვნები და ასე თქვა ინტერესები სწორად სწორი ბალანსის მიღწევის შედეგად შეისჩა. კარგი, და როგორი იქნება პროექტის შემდეგი ეტაპი და საერთოდ როდის დასრულდება მასზე მუშაობა? არ შეიძლება გუდიაშვილის დაჩქარება და კონკრეტული ვადების თქმა, როგორც დათომ ძალიან პროექტირება გრძელდება 4 თვის განმავლობაში, სირთულეები შეიძლება იყოს და ვადები ის თქვა არ გვინდა რომ დაახლოებით მაინც შეიძლება წლის მეორე ნახევარში თუ ეს პროექტები დასრულდება და ჩვენ თუ ასე თქვა იქ უკვე დაწყებული სამუშაოები, რომელიც ახლა გულისხმობს კომუნიკაციების შესწავლას, რომელიც შეძლებს მოვაცილოთ დასრულებული იქნება. ანუ თუ საფუძველი მომზადებული გვექნება როგორც პროექტირების სხვა სამუშაოების კუთხით, ჩვენ აუცილებლად ასე ვთქვათ, ვეცდებით რომ მალე დავიწყოთ და მალე დავამთავროთ გუდიაშვილის რესტავრაცია, რეაბილიტაცია, ისე როგორც საჭიროა და კიდე ერთი მოკლე. კი ბატონო. ასე ვთქვათ, იმას გავაკეთებ განმარტებას, რომ გუდიაშვილთან დაკავშირებით დილას პირველ ახსის ნომრობისას და თქვი დროს, ასე ვთქვათ, რომ არ არის სანერვიულო, ანუ ჩვენ გვადარდებს გუდიაშვილი ძალიან მიუხედავად იმისა, ვესწრებოდეთ თუ რა წინა პროტესტებს, მე პირადად არ ვესწრებოდი და ეს არ უნდა გახდეს სავაჭრო თემა, ასე ვთქვათ, კონკრეტული მხარეებისთვის, ანუ მე ვფიქრობ, რომ გუდიაშვილის თემის პოლიტიზება არ შეიძლება, ჩვენ ძალიან ვიმჯნევით ამ, ასე ვთქვათ, საკითხს, ვცდილობთ რომ სწორი მენეჯერული მიდგომით, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ გუდიაშვილი ისე, რომ ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა რაც წარმოადგენს ამ არეალის მთავარ სიმდიდრეს არ დავკარგოთ. სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს და სხვა შემთხვევაში ასეთი მიდგომის გარეშე, ვთქვათ, არ დაგვჭირდებოდა ამ რაღაცების კეთება ზედაპირულად და არასწორად რომ უდგებოდეთ, ასე ვთქვათ, როგორც მხარე. შესაბამისად არავის არ აქვს ანერვიულო და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადამიანებმა ჯერ დააზრდონ ინფორმაცია და მე აყვნენ, ასე ვთქვათ, კონკრეტული. გაიგეთ ბატონო ვახტანგ, ბატონ გიორგი, თქვენ რას ეტყოდით თქვენს ოპონენტებს? ოპონენტებს არ ეხლა ზოგს არ მოსწონს მაგათინება ეხლა და მომხრევ არაფერია, ვიცი, გვაცხადონ და გავაკეთებთ. კონკურსი იყო ეს ჩვენი იმით, მოგიგია და მიიღო დაახლოებით 20 თითო 11 მონაწილე იყო და უკეთესი იქნებოდა უფრო მეც მიიღო, მაგრამ მიიღო და არჩია ჟიური, რომელიც ახლა ველაპარაკი ჟიურის წევრებს. ჩემი აზრით, როგორც მათ ისევე ჩვენ ზოგადად ყველა თბილისელს უნდა კარგი რაღაცის გაკეთება. ამოცანა ეგ არის. უბრალოდ არის სხვადასხვა ხედვა. მაგას უთხრა შეთანხმება და უბრალოდ ლაბორატორია. კარგით, ამოცანა ის არის, რომ თბილისი გალამაზდეს და ეს ყველაფერი გაკეთეს თბილისისთვის. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას. ჩემი გადაცემის სტუმრები დანდებოდნენ გიორგი ბაიდარაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, ვახტანგ კასრელიშვილი, არქიტექტორი, კონკურსში გამარჯვებული, ასევე დავით ავალიშვილი, კონკურსში გამარჯვებული არქიტექტორი. დიდი მადლობა. მსმენელს ერთი კვირით ვამშვიდობები დროებით. მადლობა. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. მოსმენთ ერთმანეთს.